საღამოშვიდობის, აბა როგორ ვართ? მოვედი ჩემო ძვირფასებთან თქვენთან. მოვედი. აბა როგორ ვართ? მე რა მოგაშორო შენი ცხოვრებიდან? სასწაული. მეგობრებო, მე მსგავს რამეებს არ ვაკეთებ იცოდეთ. მოშორება, გაშორება, დაშორება, მიმართულების შეცვლა, ჩემთან არა. მე მისამართზე არ მომაკითხოთ მაგისტვის. მსგავს არაფერს ვაკეთებ. მე მხოლოდ ვარ აქ თქვენთან ტაროს დასტებით. რამდენიმე მომწერა, ჯადოს აკეთებ? ჯადოს არა, ზურნას ვაკეთებ. რა ჯადო, რის ჯადო მეგობრებო? მსგავს არაფერს ვაკეთებ მე. საღამოშვიდობისა, ანა მარია, როგორ ხარ? დავით, დღეს მოვედი თქვენთან მეგობრებო. ხვალ ზეგ და მას ზეგ არ ვიქნები. აი ეს განცხადებას ვაკეთებ, არ ვიქნები, იმიტომ რომ 3 დღე მეყოლება სტუმრები. ლაივს ვერ ჩავთავ. აი არ ვიცი მეგობრებო, რა პერიოდია ესეთი, რომ აი ხო გეუბნებით. არ ვიცი რა ხდება. რატო? ლაივს ვერ ჩავთავ. და ისე მუნჯურად შემიძლია ჩავწერო. მუნჯურად. აი აქ ასე წარწერები რო იყოს მაგალითად. ადრე რო ვაკეთებდი ხოლმე. ნინა ვაე. რაო? ახალი გააკეთე? ნინა, ახალი გააკეთე? საღამოშვიდობის ყველას მეგობრებო, მოგესალმებით. სახელი შევცვალეო. იმიტომ ვერ გიცანი, ქალა. რატომ მშვიდობამ ჩამოგიარა? გვარი ცხარ შეგიცვლია. გვარი ცხარ შეგიცვლია, ის რა მაგის პასუხია და. საღამოშვიდობის ყველას მეგობრებო. არა, ჯერო. ისე აპირებ რომ რამე? მე არა მეგობრებო. არავის გამო არ ვაპირებ გვარი შეცვლას. ხო. არც გვარი შეცვლას ვაპირებ და არც რელიგიის. აქეთ შეიცვალონ თუ უნდა. მე არავისთან მივდივარ. კეთილი ინებონ და აქეთ შეიცვალონ. გაიხარეთ თქვენც ასევე. ხო, აბა რა. მე არავის კარებთან არ ვაკითხავ. ვინც ჩემს კარებთან მოდგება, ჩემივე სტანდარტებით იცხოვრებს, სხვანაირად ვერა. ხო, აი ასეა ბატონო. ესეა ჩემი კანონები მეგობრებო დაწესებული მაქვს. ხო და თქვენც ასევე გირჩევთ. რა თქმა უნდა.
რა მნიშვნელობა აქვს შენი რაცა საუკეთესო გვარია. აბარა. ხო. ნამდვილად მასეა კი. ამდენ ხანია თქვენ ლაივი არა. მეგობრებო, პარასკევს ვიყავი თუ არა არ მახსოვს და შაბათს ბოლოს როდის ვიყავი. კვირას არ ვარ ხოლმე. კარგით მეგობრებო. დღეს სხვათა შორის რატომღაც გავიფიქრე გულში, რომ ტარო წავიკითხვა ისეთ სწორ მდგომარეობაში არ გადავაბრუნებ და არ გადმოვაბრუნებ. დასტებს მეგობრებო, დღეს გავიფიქრე, დღეს მთელი დღეა იმას ვფიქრობდი, რომ ლაივს თუ ჩავთავდი, ტარო უნდა წამეკითხა სწორ მდგომარეობაში. საღამო მშვიდობის დავით, როგორ ხარ? არ დააგვიანე, ჯერ არ დაგვიწყია, ამ წუთას შემოვედი, 1-2 წუთია თუ 3. მადლობა უღმესი ყველას, ჩემო მეგობრებო. უღმესი მადლობა ყველას. არ დააგვიანეთ, არა, ჯერ არ დამიწყია. არის ნერვიულად. რატომღაც გავიფიქრე დღევანდელი თემა მოდი იყოს დიაგნოსტიკა მეთქი, არ ვიცი რა სიტყვით. გაიხარეთ უღმესი მადლობა. ბევრი ამბობს მაგას. მადლობა. ბევრი ამბობს კი. ხო, ანა მარიაბა? შენც რო შემოხვედი ამას წინათ შუაში და ვაგვიანებ რომ ნერვიულობდი. რა გეგონა? ხო. არ გინდა თუ ეს ურთიერთობა მეგობრებო. ძეგლი ამიგეს. მასე ამიგეს მეც ძეგლი. მაგრამ აზრი ანა მარია და არ ჩაიმ ძეგლის ყურებაში. მოკლედ დავიწყოთ ახლა თქვენი დახასიათებით ჩემო ძვირფასებო. თორემ გათენდება. ხო, ბევრი შემიძლია ვისაუბრო თქვენთან ერთად. ძალიან ბევრი საუბარი შემიძლია. მიყვარს მეგობრული საუბრები, შემიძლია საათობით ვისაუბრო, მაგრამ ეხლა არ გინდა ძეგლისაგება, ანა მარია, მაგისთვის დრო არ დახარჯა. ხო, დავიწყოთ ახლა ჩემო მეგობრებო. ბიჭებო და გოგოებო, დავიწყოთ. მოგეთ, ჩაიფიქრეთ ახლა. რა ჩაიფიქრეთ, კაცნა? არაფერი არ უნდა ჩაიფიქროთ. პირიქით. მშვიდად დასხედით და დავიწყოთ ახლა მე თქვენი ენერგიებით. მაინტერესებს ახლა ეს შაბათკვირა თქვენთან რა ხდებოდა. ძალიან მაინტერესებს. კი, ანა მარია, ძალიან კარგად გიცნობ. თქვენი ენერგიები, მოლაპარაკებები, გქონდათ მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი მოლაპარაკებები, ძალიან ბევრი საუბრები, მიწერ-მოწერები გქონდათ. და სხვათა შორის ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, რატომღაც აჩვენებს, რომ კარგ ხასიათზე იყავით. კი, ძალიან მეგობრული სიტუაცია გქონდათ. ბევრი დაიღალეთ სხვათა შორის ამ აი იმდენად ბევრი საურთიერთობო, სამეგობრო, საარსებო, აი რაღაცა მსგავსი საუბრები გქონდათ, რომ ბევრმა დაიღალეთ. კი, შეიძლება ბევრმა დაიღალეთ. ბევრმა შეიძლება ისეირნეთ მეგობრებთან ერთად. ნახეთ როგორაა ეგრე ხელი ჩაკიდებული. ოი, ეს მიყვარს, ეს ლოიცინის ეს მიყვარს. ნახეთ, ლეცა ყვალილია მეგობრებო. ოინე, სიცოცხლეა. ხო. კიდევ თქვენი ენერგიები.
ბევრმა რაღაც დამალული საიდუმლოებები გააკეთეთ. ბევრმა რატო კაცო? შენ ტრანსფორმაციაში ხარ ისე რო იცოდე? ქალბატონო. ალეინ. ხა, მაგას ქვია ტრანსფორმაცია. ძალიან კარგია თუ იტირე და მოგეშვება გულზე. ხა, არა უშავს. არა უშავს. ნახეთ, ბევრმა დღეს რაღაც დამალულად იმოქმედეთ შეიძლება. ხა, ბევრს შეიძლება დამალული საიდუმლოებები გაქვთ ისეთი, რომ არავის არ უმხევთ. ბევრმა თუმად დაფარული საიტებით იმოძრავეთ ინტერნეტში. რაღაცას აკონტროლებდით, ვიღაცას აკონტროლებდით შეიძლება. ფარული საიტი გაქვთ ალბათ, ბევრ თქვენთაგანს და აკონტროლებდით. კი. შეიძლება ბევრს აქვს ფარული საიტი და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებო, მე არ მაქვს. აი დედას გეფიცებით, მე ფარული საიტი არ მაქვს. აი წარმოიდგინეთ, რომ მე არ მაქვს. დამალული საიტი ნახეთ, დამალული და კონტროლი საიტი. ნახეთ როგორ საუბრობს კარტი. ხო, რა თქმა უნდა, ანა მარია, აბა ჩვენ აქ რისთვის ვართ, აბა? აბა აქ ეხა გულის დარდებს ვიქარვებთ თორე. აქაც ეხლა დარდებზე რო ვიფიქროთ, ხო გავგიჟდებით. ხო. ანა მარია, შენ ეტყობა ნამეტარი ფიქრობდი ამაზე. შენ ეტყობა ნამეტარი ფიქრობდი ამ საწოდავზე. რა იყო გოგო? ამის მეტი საფიქრელი აფერი გაქვს? ჰა? ამ გაბურძგნულზე ფიქრობდი, ანა მარია? გაუპარსავზე, მოუწესრიგებელზე? ადამიანს რომელსაც თავი არ აქვს არაფრის. ხა. ბევრი ამას აკონტროლებდით. ახლა თქვენი პარტნიორი იგულისხმეთ, მეგობრებო, კი. ბევრი აკონტროლებდით, კი. თუ მამაკაცები მიყურებთ, შეიძლება დღეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან ცუდად იყო. აი ასე გამოიყურებოდა თმა დაუბარცხნილი, გაუკრასკავი მაკიაჟის გარეშე. ბიჭებო, თქვენზე ვსაუბრობ. ხო, ამ ადამიანს ჰქონდა დისკომფორტი. და ამ ადამიანზე ფიქრობდით, შეიძლება დღეს ესე გამოიყურებოდა თქვენი პარტნიორი, ნუ ბიჭებმა შეაბრუნეთ. ხო და მაგია რომ ვერ გამჩნევს ანა მარია ზუსტად. ყველაფრის გარეშე რომ ვერავინ ვერ გამჩნევს, მაგია ფარული საიტი. აჰა. კიდე. ხა. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც თვარეში შეგეყვანათ. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც დაგამსხვრიათ, დაგამტრიათ, დაგაცარიელათ, გაგანადგურათ, აი მაპატიეთ ეხა ამისთვის, რასაც ვსაუბრობ, მაგრამ ხო ასეა. ხა. ამ ადამიანთან გინდოდათ ცხოვრების გაგრძელება, ამ ადამიანთან ფიქრობდით მომავალს, ძალიან ბევრს გეგმავდით, მაგრამ დარჩით ასე სკამზე დამჯდარი რო იტყვიან, მეგობრებო და ნუ ეს უკვე შავი ხრელი არის რაღაც დამალული, რაღაც გაუგებარი სიტუაცია, შავი წერტილი, რომელიც არის ბურუსით მოცული, თქვენც ვერ გაგიგიათ რა ხდება და მოკლედ ესეთი სიტუაცია გაქვთ კი ამ ადამიანთან. კიდევ რა იყო ამ შაბათ-კვირას თქვენთან? ყველაფრის და მიუხედავად, მეგობრებო, მაინც გაქვთ მომავალი, მაინც ფიქრობთ კარგზე, მაინც ანუ იშუშებთ ამ ჭრილობებს, ნახეთ, ბევრი იშუშებთ ამ ჭრილობებს კი. ბევრს განთავისუფლება გინდათ ამიდან, ძალიან ეწინააღმდეგებით ამ თქვენს ფიქრებს, ამ თქვენს ოცნებებს, წარსულზე, ძალიან ცდილობთ რომ დაივიწყოთ. კი, ნახეთ როგორი კარტებია. კი, ძალიან ფიქრობთ რომ დაივიწყოთ, ძალიან ცდილობთ ამას, სამართლიანად ცდილობთ,
ბევრი ცდილობს, რომ ენერგია აღიდგინოს, რესურსები დაიბრუნოს, ცხოვრება გააგრძელოს და სამართლიანად კი. შეიძლება ცოტა შიშებიც გაქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ცდილობს. ძალიანაც კარგი. კიდევ თქვენი ენერგიები. დასასრული და კარგი დასაწყისი ნახეთ. თქვენი ენერგიები. ეს სიყვარული გააქვთ. რაღაცას ინტუიციას ხართ დაყრდნობილი მეგობრებო. თითქოს რაღაცის ინტუიცია გააქვთ. წარსულიდან მომავალში გადასვლა და თითქოს რაღაც ინტუიციურად გრძნობთ რაღაცის დასასრულს და რაღაცის დასაწყისს. ეს ასეც უნდა იყოს და თქვენ ამბობთ, რომ ეს ნამდვილად ასეც უნდა იყოსო, კი. კიდევ. ნამდვილად მე გიცნობ ანა მარია, კი. ხო, აი ბედნიერება. თქვენი გადახარხარება მეგობრებო. აი თქვენი სინათლის ხელი, თქვენი რეინკარნაცია, გარდასახვა ხდება. აი ნინა წეღან რაც თქვი, გითხარი ზუსტად ის ხდება ახლა შენთან. ხო. კი მეგობრებო, სულ ცოტაც მოითმინეთ, სულ ცოტაც და ხაი ნახეთ უბრალოდ ტრანსფორმაციაში ხართ. ნინა რაც გითხარი წეღან, ბევრია ასე. მეც ვარ ტრანსფორმაციაში, მარტო თქვენ არ ხართ მეგობრებო, უბრალოდ მე ჩემთვის ესეთი რთული აღარაა. საგმეც მაგაშია. ხო. მოკლედ სულ ცოტაც მოითმინეთ და мотиваცია მოგეცემათ. მოგივათ რაღაცის ხალისი, სტიმული მოგივათ მეგობრებო, ძალიან ძლიერები ხართ, არ შეგეშინდეთ. ვისაც გეტირებათ, იტირეთ. 1 დღე იტირეთ, 2 დღე, 3 დღე, 5 დღე, 1 კვირა და დაასრულეთ. ხა. და მერე დაიფიცეთ, რომ აღარ იტირებთ. არა, კითხვის გარეშე მაქვს ლაივი. მერე საკუთარ თავს პირობა უნდა მისცეთ მეგობრებო, რომ სულიერად ძალიან ძლიერები გახდებით და არაფერზე აღარ ინერვიულებთ. ხო. აი ამის პირობა უნდა მისცეთ საკუთარ თავს. რომ საკუთარ თავს აღარ დაუშავოთ მსგავსი რაღაცეები. მხოლოდ საკუთარი თავი და მეტი არავინ. არ უნდა გახსოვდეთ. ნახეთ რამდენი ხმოდან როგორი სურათია. სამყარო გიკაკუნებთ, გიბრახუნებთ კარებზე მეგობრებო და ვერ შეგასმინათ, რომ ასე არ შეიძლება. არ შეიძლება ნინამ ასე. არ შეიძლება. შენი სიტუაციაც კარგად ვიცი. შენც იცი ხო, რომ მეც ვიცი. შენი ამბავი. ამიტომ არ შეიძლება. საკუთარ თავს თუ ვერ მოვერიეთ, მეგობრებო, არაფერი არ გამოგვივა. გამორიცხეთ. მით უმეტეს. როდესმე ხო უნდა დაამთავროთ, ერთი და იგივე, მეგობრებო, არ მოგბეზრდათ. ხაჭაპურის ჭამა მოგბეზრდებათ ყოველ დღე, ხო? ხო ასეა. ხაჭაპურის ჭამა მოგბეზრდებათ. ეს ერთი და იგივე აღარ მოგბეზრდათ, მეგობრებო. ერთ წრეზე სიარული. ანახეთ უბრალოდ, როგორი ფოტოა გამოდან. ხო. გიბრახუნებთ სამყარო, გიბრახუნებთ, არ ვერ შეგაგნებიათ. ხო. ვერ მოვიდა თქვენამდე. მაპატიეთ, არ დავიდა თქვენამდე, რომ ასე არ შეიძლება საკუთარ თავთან მოქცევა. ხო. გამორიცხეთ ყველაფერი და საკუთარ თავზე გადაიერთვეთ. მცირედიდან დაიწყეთ მეგობრებო, მცირედიდან. ხო. მოდით ახლა თქვენი პარტნიორი ვნახოთ რა დღეშია. რა დღეშია ბიჭი, ბიჭიკო, თუ გოგო, გოგონა.
მეგობრებო, რა დღეშია? ნების ყოფასთან მაქვს პრობლემა, არაფერთან არ გაქვს პრობლემა, თუ მოინდომებთ მეგობრებო. უნების ყოფო ადამიანი არ იბადება. თავს უნდა მოერიოთ. მე ამის მთქმელიც არ მყავდა, რომ იცოდეთ თქვენ. მე მაქვს ჯოჯოხეთი გავლილი. ხო. შედით ინტერნეტში, YouTube-ზე ან დაგოგლეთ და ფსიქოლოგებს მოусმინეთ. ეს დაგეხმარებათ ძალიან. საუბარი და დასკვნის გამოტანაში ძალიან დაგეხმარებათ ყველაფრის მოსმენა YouTube-ზე. ძალიან დიდხანს შემიძლია საუბარი ოღონდ მართლა. არ ვიცი, ალბათ ესაა ჩემი ესაა ალბათ ჩემი ის რომ მე ესე ვისაუბრო კი. უბრალოდ ეხა დროის გამოუსობით, თორე მე შემიძლია დიდი ხანი შემიძლია საუბარი. მოკლედ, კარგით. გავაგრძელოთ ეხლა. ღრმესი მადლობა ყველას, მეგობრებო. გაიხარეთ, ღრმესი მადლობა. უბედურ დღეშია თქვენი პარტნიორი. ყველა დასტა გადამიცვიდა, თითქმის ყველა მეგობრებო. ნახეთ, ერთი რა შემრჩა ხელში, დროს ითვლის. თქვენი პარტნიორი დროს ითვლის. დროსაც სოდარი მისი დღე. დედა. უბედურ დღეშია მეგობრებო. უბედურ დღეშია საცოდარი. უბედურ დღეშია. მე მგონი შველა უნდა, რა ვიცი. ხო. დეცა მეხიკი. გაიხარეთ, ღრმესი მადლობა. ყველაზე ცუდად როდესაც ვიყავი სამ შვილთან, რაიო, სამ შვილთან აღმოჩნდიო. ხო, იცით რა? მეგობრებო, ყველაზე დიდი ბედნიერება არის შვილებთან ყოფნა. აი, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა წავიდეს სიტუაცია, სულ ქუჩაში დარჩეთ. მეგობრებო, შვილები, იცით, აი ხო იცით რა მხელა ბედნიერება. უფალი არასდროს დატოვებს შვილებთან ერთად ქუჩაში არავის. ხო. მეც ორი შვილით, მეგობრებო, დავტოვე ქმარი. დავტოვე. დასატოვებელი იყო და დავტოვე. ხო, იმიტომ რომ ამოვიდა ყელში კაცსა. ესე არ შეიძლება. დასატოვებელი დროზე უნდა დატოვა. ძალიან დიდი ხანი ვითფინე. ჯოჯოხეთური ცხოვრება. მონური ცხოვრება, ბატონყმური ცხოვრება. რეციდივიზმი, სადიზმი, ძალიან ბევრი. არასდროს არ არის გვიანი. არაფერიც არ დაგაგვიანდა. მოკლედ, დავიწყებ ახლა თქვენი პარტნიორის. თქვენი პარტნიორს, როგორა, ცოტავად არ გეგონოთ კარგად. თქვენ კიდე გადასარევად ხართ. ზუსტად, აი მაგარია. ძალიან რთულია, მაგრამ ნუ ხო. სიტყვები არ მაქვს, დავით. ამინ, ანა მარია. უფალმა ესე შვილებთან დარჩენილი ქალი თუ მამაკაცი ყოველთვის დალოცვილი ამყოფოს. ხო, ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. შეიძლება სისულელებზე ფიქრობს, ან შეიძლება სისულელების ჩადენა უნდა, ან შეიძლება ჩაიდინა სისულელები და ეხლა ცუდათაა. ეხლა ჩვენ აქ სატირლად არ ვართ მოსული. ხო.
ნახეთ რაც უდათაა. იხსენებს რაღაცას წარსულს. წარსულში ბრუნდება და იქ ტრიალებს და ვერ ტრიალებს საწოდავი. ხო, ძალიან ბევრ რაღაცებს იხსენებს. ხო, იხსენებს კარგ რაღაცებს ეს ადამიანი, მაგრამ ხო სიღრმისეულად იხსენებს, მაგრამ მერე უცებ ახსენდება, რომ შორსაა. კიდევ რა ხდებოდა მასთან? მისი ენერგიები. თქვენი პარტნიორის ენერგიები. ხო, ეს ადამიანი უკვე მიწის სტიქიაშია გადასული. ეს ადამიანი უკვე შეიძლება იყოს მიწის სტიქიაც. ეხლა უფრო ფინანსებზე იყოს გადასული. ეს ამ ადამიანმა შეიძლება რაღაც გააკეთა და შედეგს ელოდება. თითქოს რაღაცის ახლიდან დაწყება უნდა, თითქოს შეიძლება დროს არჩევდეს, არ ვიცი, რასთან დაკავშირებით. ხო, ქვემოდან რა არის? ეს ადამიანი დროს არჩევს თავიდან დასაწყებად. ეს ადამიანი დროს არჩევს იმისთვის, რომ თქვენთან მოვიდეს, მოგიახლოვდეთ. ეხლა არ დამაყაროთ მე ამისთვის. ჯერავს თუ არ მჯერავს, ხო? თვითონ ესე ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში და მე რასაც თვითონ ფიქრობს, იმას ვამბობ, მეგობრებო, ამიტომ ამ ადამიანში როგორ ჩანს გაიღვიძა სიყვარულმა, არ ვიცი. მიხვდა რომ ძალიან ძვირადღირებული და ფასეულია მისთვის ეს ურთიერთობა. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ იყოს სამართლიანი და ამბობს იმას, რომ თითქოს ხო, ბალანსის დაბრუნება უნდა ურთიერთობაში. ნახეთ უბრალოდ როგორ ჭიქჭიქებს. ხო, ძალიან უნდა. სამართლიანობაზე საუბრობს, ნდობაზე საუბრობს. ხო, გენდობათ სხვათა შორის, გენდობათ. კი. კიდევ ტრანსფორმაციაში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და ეს არის სიკვდილის არკანი, რომელიც ამბობს იმას, რომ გარდასახვა ხდება ამ ადამიანის. კი, ნახეთ, ეს ადამიანი გამოცდას გადის. ეს ადამიანი სამყაროდან დავალებას გადის. ნახეთ, აი უბრალოდ ეხლა შეხედეთ. Требование, задачи, испытание. Смерть, ხო და ანუ სიკვდილის არკანი, ტრანსფორმაცია და სამყაროდან მინიჭებული ტრანსფორმაცია, რომლის გამოცდაც უნდა ჩააბაროს ამ ადამიანმა. როგორ ჭიქჭიქებს მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. ხო, კალმახიძეების მაგიდა გვაქვს, მაგ ჩემო კარგო, გაბრაზებულია მეთქი, გაბზარულია, ჩემი რა ანარია, რას ვდარდობ? ხო. კიდევ. ხო, კიდევ. ნახეთ როგორი დამსხრეულია. იცით რა რთულ ტრანსფორმაციას გადის ეს ადამიანი? ეხლა არის დამტვრეული, დამსხრეული, განადგურებული, გადაგდებული, მიგდებული, მიტოვებული, აი გაუბედურებული, მოტყუებული, ხა, იმედგაცრუებული. აი თქვენ როგორც გაგიკეთათ, ეხლა ორმაგადაა თვითონ. იცით? რა ვიცი, როდის აწყება? ანა მარია, გონებას მიფანტაო. ხო, ძალიან განადგურებულია. რა დღეშიც თქვენ შეგიყვანათ, ხო? ორჯერ უარესათაა თვითონ. როიცოდეთ. ნახეთ, ოღონდ ქვემოდან რა სურათია და ამას არ გეუბნებათ. მეუბნება რომ ამბობს რომ არ გითხრათ. ხო. ეს ადამიანი სასტიკათაა ეხლა, უსასტიკეთათაა. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ და მეუბნება რომ მე არ გითხრათ, იმიტომ რომ ნახეთ, არ თქვა, არ ამბობს, არ ამხელს. თქვენ შეიძლება გონიათ რომ კარგათაა, შეიძლებათ უყურებთ და გაჩვენებთ რომ კარგათაა, მაგრამ არ დაიჯეროთ მეგობრებო. ხო. არ დაიჯეროთ. ხო.
კიდევ რას გიმალავთ? კიდევ რას გეტყვით, რას გიმალავთ? კიდევ რას გიმალავთ? აი ხო გეუბნებით, ძალიან თავდაჯერებულის გაჩვენებთ თავის თავს, ვითომ და ყველაფერი კარგად აქვს, ვითომ ძალიან წარმატებულია, ვითომ ძალიან ბევრი მიღწევები აქვს, ვითომ ესეთი, ვითომ ასეთი, მაგრამ არა. არ დაიჯეროთ მეგობრებო. ხა, ნახეთ? ნახეთ მეგობრებო. ხო ესე ხელებ გაშლილი, ვითომ მე ვარ და თავისუფალი ვარო, მაგრამ არა. ხო გეუბნებით. ერთი და იგივე წრეზე სიარული. ნახეთ, ქვასავით ძლე ისე რომ შეხედავთ, გეგონებათ, კი, ქვასავით ძლე შეიძლება ფიზიკურადაც ძლიერი ადამიანი იყოს. რომ შეხედავ, ვფიქრებ, რომ ეხა ეს აი რამ ხელა და ამას ალბათ არაფერი ედარდება. შეიძლება ესეც ფიქრობს. კი, მაგრამ ამ ყველაფერს გატყუებთ. ეს ადამიანი ერთი და იგივე შეცდომებს უშვებს, ერთი და იგივენაირად იქცევა, ერთი და იგივე საქციელებით სულ წრეზე დადის მეგობრებო. არა უშავს წერონ. არა, თქვენ არ გინდათ ცუდად იყოს, მაგრამ ტრანსფორმაციაშია და ეხლა ეს არც თქვენი სურვილით ხდება და არც ჩემი. ხა. კიდე რას გეტყვით? იმას გეტყვით, რომ შორს მიუწვდომელი შორიდან მწვავე მზე ხართ. თქვენ შორის მანძილია, თქვენ ერთად არ ხართ. ხო, შეიძლება ბევრთან ძალიან შორს ხართ. სხვადასხვა კონტინენტზე იყეთ, იმიტომ რომ მზე შორსა, ხო, ჩვენგან მეგობრებო, მიუწვდომელი მზე ხართ მისთვის, რომელიც შორიდან წვავს. ეს ადამიანი გიყურებთ და კვდება რო იტყვიან. ნახეთ, სამყარო როგორა არანაკლებად უბრახუნებს ამ საცოდავს, მაგრამ ვერ მივიდა იქამდე, რომ შეაგნებიოს რამე მეგობრებო. ნახეთ, როგორ რეინკარნაციას გადის. მოვიდეს ესე ადვილი არა ადგეს და მოვიდეს მეგობრებო, ესეც არ ხდება სამყაროში, ადგეს და მოვიდეს რა და თქვენც ახლა ხელებ გაშლილი შეხვდებით, ხო? რა თქმა უნდა. თქვენც მაგას ელოდებით ახლა, ხო? კი, მაგას ელოდებით. და მე თქვენ გინდათ ესეთი მოსვლა მეგობრებო? საინტერესოა ისე. ხო, გინდათ. ხო. თქვენ რო გჭირდებათ, ისე ვერ მოდის მაგაშია საქმე და იმიტომ ვერ მოდის. ვერ მოუშვებს სამყარო მეგობრებო. არ ელოდოთ. სანამ ეს ადამიანი ჭკუას არ ისწავლის, ვერ მოვა თქვენთან. ნახეთ, რეინკარნაციას გარდასახვა ხდება. მანამ ვერ მოვა. ვერაფერსაც ვერ გალანძღავ. მასე ამბობთ ეხლა, თორე არაფრის გამლანძღავები არ ხართ. ბევრ თქვენთაგანს ეხლა მაპატიეთ, რასაც ვიტყვი, რომ დაინახათ თქვენს პარტნიორს კანკალი გეწყებათ. ხო. გაკანკალებთ ასე სიხარულიდან, ხო მეგობრებო? აღიარეთ ეხლა. კრუნჩხვები გეწყებათ. ხა. არა ამასეც საქმე, მაგრამ კი ამასეც. ნახევრად ხომა? თლათ მასე თუ არა ნახევარი ხომა? ხა. ხო და რო არ გინახია რამდენი ხანია? ეხლა რო დაინახავ კანკალს დაგაწყებიებს. მე აღარ შევიძლია. არაფერი არა მეგობრებო, უბრალოდ ხო გავლანძღავ და გოუშვებო. აი მე ასე ვიზამ, ისე ვიზამ, მასე ვიზამ. მეგობრებო, არ თქვათ დიდი სიტყვა. ვერაფრის მქნელი ვერ ხართ და ვერაფერსაც ვერ იზამთ. თქვენ ისე გიყვართ ეს ადამიანი, რომ რამე არ დაიკვეხნოთ. ჩემთან მაინც არ დაიკვეხნოთ.
კიდევ რაო, 1-2 ბარათი და კიდევ რაო. ხა. ჭორები. ვერ მომატყულებთ მეგობრებო. ხა? ვერ მომატყულებთ მეგობრებო. აგერ საუბრობს კარტები. თქვენ რა აგონიათ ეხლა? როგორ ფიქრობთ ახლა? მეგობრებო. მაგი კი არა, ვინმე სიგარეტს რო ეწევა, მე ვგრძნობ, იცით? ეხლაც ეწევა ვიღაცა სიგარეტს. თან მისმენს და თან სიგარეტს ეწევა. დოჩი არ ვიცი სად არის. დოჩის დააგვიანდა, ოღონ მართლა დღეს. ჩურჩხელა. შეგერგოს ჩემო ლამაზო. ხა, კიდევ რაო? კონტროლი გაქვთ 24/7-ზე, მეგობრებო, ესე გაკონტროლებთ. მარტო თქვენ არ ხართ კონტროლიორები. ესეც კონტროლიორი გყავთ. გავხართ ერთმანეთს ისე. ხა, ოღონდ ეს სათვალების ქვემოდან იხედება. არა, ეს ზემოდან იხედება. ესე გეყურებთ. ხა. აი მასავით რა ქვია მაგას? აი მე რა ქვია იმან მსახიობს გას. და რა ქვია იმას? ტიტანიკში რომ არა ქვია მეგობრებო იმ ბიჭს. ძალიან გავს იმ ბიჭს. ხოხტა მავიწყდა. ჯეკი ქვია, მაგრამ ნამდვილი სახელი რა ქვია? ლეონარდოს, ხო? ისე შეიძლება რომელიმე პარტნიორი შეიძლება იყოს მართლა მსახიობის ნიჭით დაჯილდოებული. შეიძლება იყოს ცნობადი სახე. ახლა რაღა მაგის პასუხია და ეხა ვახსენე. ხო, შეიძლება ისეთი ცნობილი ადამიანიც იყოს. ხო. ლეო კი ქვია. ლეო. ბრაზილიური ლეო ქვია თუ სადაური ლეო ქვია? ლეონარდო. ახეთ უბრალოდ. აჰა. ეს ადამიანი ამ ადამიანს ურთიერთობაში დაბრუნება უნდა. როგორაა თვითონ ძალიან ცუდათაა. ამ ადამიანს ძალიან უნდა სრულყოფილება ურთიერთობაში. ამ ადამიანს მეგობრობა ჰქონდათ თუ რა ურთიერთობაც ჰქონდათ. გაგრძელება უნდა ამ ურთიერთობის, თან ამბობს სამართლიანად. ამ ადამიანს უნდა რომ დაგირეკოთ და მოგელაპარაკოთ. კი, თან კარგი ხასიათით. ურთიერთობის გაგრძელება უნდა, მეგობრებო, იცოდეთ. თან კონკრეტულად. აი ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან გაფასებთ. შეიძლება ბევრ თქვენთაგანს დიდი ხანი გქონდათ საუბარი, ან დიდი ხანია ურთიერთობა გქონდათ. ნუ ეხა ვის რა ურთიერთობა გქონდათ, მე არ დავიწყებ აქ ახლა დაკონკრეტებას, მაგრამ ხო, შეიძლება ბევრი ბავშვობიდან უკვე იცნობთ ერთმანეთს, ნუ რაცა ძალიან გაფასებთ ისე სხვათა შორის, ამბობს ძალიან გაფასებთ, მაგრამ ხო, ამ ადამიანს შეიძლება კიდევ უნდადეს თქვენთან ბავშვის გაგრძელება. კვერთხები, ნახეთ როგორ ანთია მეგობრებო. ეს ადამიანი, როდესაც გხედავთ, ყოველთვის წითელს ანთებს. საცოდავი მისი დღე. ხო, ძალიან უნდა თქვენთან სრულყოფილი ურთიერთობა. სხვათა შორის რომ დარეკოს, მე არ უპასუხებ. არც მესიჯებზე ვუპასუხებ. მე არავის აღარ ვუპასუხებ დარეკვაზე და მესიჯებზე. დედასფიცა ვარ გამორიცხულია. მე სანამ ასე ადამიანს წინ არ დავინახავ, მეგობრებო, აი ესე პირისპირ ცოცხლად არ დამიდგება ადამიანი.
გამორიცხულია, ვინმეს ნაცნობობა მინდოდეს და ვინმესთან საუბარი მინდოდეს და ზოგადად ეს მოგონილი, მიგონილი, ზღაპრებილ, მოპროტილი ჩემთან აღარ ჭრეს. ეს მანიპულაციები ჩემთან აღარ ჭრეს, გამორიცხულია უბრალოდ. ხო. ასე რომ ელოდეთ მისგან მსგავს რაღაცებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა ეს ადამიანი. ხო. კი მეგობრებო, ასეა. ასეა ნამდვილად. საერთოდ არ მაქვს დაფარული საიტი, დედას ვიცავარ მეგობრებო. საერთოდ არ მაქვს დაფარული საიტი. საერთოდ არ მაქვს. არც არაფერში მჭირდება. წარმომიდგენია კიდევ მოიტყუებაო. ხო, ახლა თქვენ თუ იცით რომ ადამიანი გამოუსწორებელია, მეგობრებო, მოიტყუება რა თქმა უნდა, თქვენ ტყუილად არ ეჭვიანობთ. თქვენ რასაც გრძნობთ, ტყუილად არ გრძნობთ. თქვენ ძალიან კარგად იცით თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის საქციელი, რისი გამკეთებელია და რისი გამომსწორებელია. თქვენ ძალიან კარგად იცით. ზოგთან აზრი არ აქვს დროის კარგვას, წლების კარგვას. წლებით დრო არ უნდა დაკარგოთ მეგობრებო. ის რასაც ვერ დაიბრუნებთ არის დრო. ხო. დროს ვერ დააბრუნებთ უკან. ძალიან ვნანობ დაკარგულ დროს. დროს ძალიან ვნანობ. მე. ამიტომ არავის გამო არ ვაპირებ არაფრის დაკარგვას მეგობრებო. მოკლედ, როგორც დაგვირდით დღეს ტაროს წავიკითხავთ ესე სწორ მდგომარეობაში. რა ვქნათ ახლა რაზე დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ლაივი? მე დღეს ვიფიქრე რატომღაც თქვენი დიაგნოსტიკა, მაგრამ ნუ კარგით. ბევრს თვალი გაქვთ მეგობრებო, თვალი გაქვთ. თვალი გაქვთ. მე ახლა აქ სანთელზე ვხედავ თვალს. რა თქმა უნდა. ავიწყოთ. მოდით ერთი ვკითხოთ უბრალოდ. მოდი თქვენი დიალოგი ვნახოთ. რას გეტყობათ? რას გეტყობათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო? მოდი დავიწყებ ამით. რას გეტყობათ? რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? იმას, რომ ძალიან ცუდად ვარო. თუ კი ამ ადამიანის გამო ბავშვი დაკარგეთ, ან იყო უშედეგო ფეხმძიმობა, ან თუ ხელოვნური ჩარევა იყო ბავშვის დაკარგვასთან, ანუ მოიშორეთ, თქვათ, ხო, რაღაც ხელოვნურად, რაღაც უბედურება შეგემთხვათ, ხო, რაღაც იყო ნერვიული ფონი, სტრესი, დეპრესია, ამას ძალიან ნანობს, ახლა მეგობრებო. ხო, ამას ძალიან ნანობს ბავშვის დაკარგვას. კი, გეტყოდათ იმას, რომ სტაგნაციაში ვარ, ბალოტში ვარო, ცურა ვარო, გეტყოდათ. ხო, გეტყოდათ იმას, რომ მინდა რომ გამბედავი ვიყო. ხო, მინდა რომ გამბედაობა მოვიკრიბო. მინდა რომ ვიყო გამბედავიო. მინდა რომ აი რაღაც საქციელი ისეთი ჩავიდინო, რომ ჩემი შეცდომის გამოსწორება შემეძლოსო, ამას გეტყოდა. ტანში გამიარა. გამაჟრიალა მეგობრებო. თქვენ შორის მანძილია. ეხლა რასაც გეტყვით, ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ ეს ადამიანი შორიდან გეტრფით მეგობრებო. შორიდან გეტრფით. კი, ნახეთ.
თქვენ შორის მანძილია და ეს ადამიანი შორიდან მოდის ეს ადამიანი პლატონურად უყარხართ შეიძლება ბევრი თქვენთაგანი კიდევ ეხა ვიტყვი სხვადასხვა ვარიანტები მოდის აქ მეგობრებო ინფორმაცია თუ კი თქვენ შენახვედრი არ ხართ თუ კი ეს ინტერნეტ ნაცნობობა და თუ კი თქვენ ერთმანეთი არ გინახიათ ეს ადამიანი შორიდან გეტრფით ამ ადამიანს თქვენთან მოსვლა უნდა სიყვარულით თქვენს გამო ყველაფერზე წამსვლელია ხო მაგრამ სხვა შემთხვევაში ხო მაინც შორიდან გეტრფით რაღაც თხოვნით მოსვლა უნდა ამ ადამიანს თხოვნით მოსვლა აი იცით როგორი მოსვლა უნდა მაგალითად რომ მოგწეროთ ჯერ რომ შეგითანხმდეთ და მე რომ მოვიდეს ხო თქვენ ხართ მისი იმპერატორი ქალები ადამიანი რომელიც მზადყოფნაშია ყოველთვის ადამიანი რომელიც ტრონზე ზის ანუ რას ნიშნავს ეს ადამიანი მოქმედი, ადამიანი ცოლი, ადამიანი დედა, ადამიანი მეგობარი, ადამიანი რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მასზე და ეს ხართ თქვენ. ესე გახასიათებთ. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? მოსვლა ჩანს კი, მოსვლა უნდა, მას უნდა, მეგობრებო, აუცილებლად, აი რა ვთქვი წეგან, ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა და თქვენ შეთანხმდებით შეხვედრაზე, ნუ თქვენი ნებართვის გარეშე ეს ადამიანი თქვენთან არ მოვა. ხო, თხოვნით მოვა, ეს ადამიანი ითხოვს თქვენთან საუბარს. აი, კი არ ამბობს, რომ მე შენთან გინდა თუ არ გინდა საუბარი მინდაო. აი, თხოვნით მოგმართავს. ამბობს, რომ ურთიერთობაზე მუშაობა უნდა. ხო, თქვენ თუ დართავთ ნებას, რა თქმა უნდა. ელოდეთ მისგან შეტყობინებას, გულწრფელად მეგობრებო ამბობს, რომ ურთიერთობაზე ვიმუშავებ. ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი იცვლებიან, ეხლა ყველა არა, მაგრამ ხო რა მოვარდა. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან ცხრიანების თასი. ეს არის წარმატება, მატერიალური კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა, მოგება, პრობლემების გადალახვა, სტაბილურობა, სურვილების ასრულება. არ ვიცი მეგობრებო რამდენ ხანში. არ ვიცი რამდენ ხანში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ შეიძლება ისე უცებ მოხდეს, რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს ამ ადამიანმა და ხო თვითონ როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენთან მოსვლის, თუმცა ამბობს, რომ გამოვა კონტაქტზე კი, აი, გამოსვლა, ბარიერებიდან გამოსვლა და ჩიხებიდან გამოსვლა. ხო, ეს ადამიანი რაღაცას ელოდება, უბრალოდ ნაბიჯები, მთავარია ნაბიჯი გადმოდგას. თვითონ ამბობს, რომ თქვენ მას ელოდებით, თქვენ ხართ მისი სტაბილურობა, ეს ადამიანი ძალიან დიდი სიყვარულით აპირებს თქვენთან მოსვლას. ძალიან ფიქრობს იმაზე, რომ იმედია გაუმართლებს. იმედია, ხო, აი, ძალიან დარდობს და ძალიან ფიქრობს იმაზე, რომ ხო, თითქოს და ხო, რაღაც გაუღიმებს ბედის ბორბალი. ამას ფიქრობს. ახლა მე მაინტერესებს თქვენი სიტუაცია. თქვენი ქვეცბიერი რას ამბობს ამ დროს მის მოსვლასთან დაკავშირებით? თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაფერი, ანუ ჩვენ ვიცით აქედან ყველაფერი, დასკვნა აქედან გამოვიტანოთ. ხო, თქვენ ძალიან კარგად იცით, თქვენ ელოდებით მისგან ამბავს.
ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ფინანსებს ელოდება, ან შეიძლება ფინანსების ვალი აქვს თქვენი და ვალის დაბრუნება უნდა. თუ კი ფული აქვთ თქვენგან აღებული, შეიძლება ამის დაბრუნება უნდა. ხო. ბევრი თქვენთაგანთან ბალანსის შენარჩუნება უნდა, მოლაპარაკებებით მოსვლა უნდა. შეიძლება ბევრი მოლაპარაკებით მოვიდეს, შეიძლება ზოგიერთებთან ცოტა კამათით მოვიდეს, ცოტა აგრესიით მოვიდეს. ნუ ეხა ვისთან როგორ მეგობრებო? ყველასთან ერთნაირი ხო არა პარტნიორი? ყველას თავისებური შეგნება აქვს, ამიტომ თქვენი სიტუაცია გაითვალისწინეთ და დასკვნა იქიდან გამოიტანეთ იმის დამიხედვით, თუ რისი გამკეთებელია თქვენი პარტნიორი. თქვენი ამბავი მაინტერესებს, თქვენი რეაქცია. ელოდებით. მან იცის, რომ თქვენ მას ელოდებით. ხო, ჯიუტი და ჯინიანი ადამიანი. ხო, თუმცა ოჯახი უნდა თქვენთან. მაგრამ ეს ოჯახი როგორ უნდა არ ვიცი. ხო, ამ ოჯახში დაბრუნება უნდა. ამ ოჯახის აღდგენა უნდა. თქვენი მხარდაჭერა უნდა. თქვენი იმედი აქვს თითქოს და რომ რაღაც მოგვარდება თქვენ შორის. ხო, ბედის ბორბალი. ხო, ამბობს, რომ მას თითქოს სამყაროს იმედი აქვს, რომ გაუმართლებს. ხო, ზოგი არის აგრესიული, ზოგი არა, მეგობრებო, ყველა ადამიანს აქვს თავისებური გამოვლინება. მე მაგალითად არ შევდივარ კონფლიქტში. ვითბენ და მე ზოგადად კამათი არ მიყვარს. სადაც კონფლიქტია, მე იქ არ ვარ. ამიტომ რომ შევხედავ ადამიანს, რომ თავისას არ იშლის და უკვე აზრი არ აქვს არაფერს, ჩემი მხრიდან, მე იქვე ვამთავრებ ყველაფერს უენოდ. მე არ ვიცი, არა, მე არა. მე სამაგისოდ ნერვებს აღარ ვიღლე უკვე. არავის გამო. რა არის იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი ვერ მოდის თქვენამდე? რა არის იმის მიზეზი, რომ ეს ადამიანი ვერ მოდის თქვენამდე? რა არის მიზეზი? მიზეზი ისა, რომ თვარეშია. სულელი. შეიძლება ამ ადამიანს რაღაცის განოლება უნდა, არ ვიცი რისი განოლება უნდა, რას დარდობს, რას ფიქრობს, არ ვიცი. თითქოს რაღაც ეკაჩება, ნახეთ აქ კატა როგორ ეშმაკი შეჩენილი ყავს. ხო, თუმცა სულელის პოზიციის ბარათია, ეხლა ეს მეგობრებო, სულელის არკანიც არის და განოლების არკანიც არის, თავიდან დაწყების არკანიც არის. რის გზե წასვლად შეუძლია კი. მთავარია მოინდომოს. არაფერი არ უშლის მეტი ხელს. ეს თავისებური ხასიათი აქვს ამ ადამიანს ესეთი. თუ მას უნდა აკეთებს, მას თუ არ უნდა არაფერს არ აკეთებს. თუ არა, როგორ არის, ყველაფერი შეუძლია. ძალა აქვს. ყველაფერი შეუძლია, მეგობრებო. ხო. მას თუ უნდა, ყველაფერი შეუძლია. ნახეთ, რომ ხელა ძალა აქვს. შეიძლება ისეთი ტიპის ადამიანი იყოს, იქ ვთქვით ჩვენ, რომ ხო შეიძლება ცნობილი სახე იყოს, ან თავის წრეში ძალიან დიდი ფასი კონდეს მის სიტყვას, ხო ბევრი შეიძლება ხო ამ ადამიანის რჩევა დარიგებებსაც ღებულობდეს. ნუ ეხა ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო, ხო? ხო, ყველაფერი შეუძლია, მაგრამ მას თუ უნდა. ხო, აქ მაჩვენებს კიდე თევზები ზოდიაქო, შეიძლება იყოს კიდევ ტყუპები. არ გამოვრიცხავ, მიწის სტიქია, წყლის სტიქია. ხო.
აი ტრანსფორმაციაშია მეგობრებო. ეს ადამიანი ტრანსფორმაციაშია. სხვათა შორის რაღაცა იხედება, თქვენ შორის თუ კი მანძილია, თქვენსკენ იხედება. მომავალში იხედება, ამბობს რომ უკან არ დავიხევა. უბრალოდ ეხლა ისეთი სიტუაცია აქვს, როდესაც ტრანსფორმაციაში ადამიანი არის, ძალიან რთულია მეგობრებო, იცით თქვენ. შეუძლია, ხო გეუბნებით, ამ ადამიანს შეუძლია რადგეს და გავიდეს, მაგრამ მას თუ უნდა გააჩნია ხა ინდივიდუალურია ადამიანი, ვინ როგორ გაივლის და რა ვადაში ამ ტრანსფორმაციას, მაგის დრო ჩვენ არ ვიცით, ზოგადად სამყარო დროს არ ითვლის. სამყაროს დრო არა აქვს, ესა ინდივიდუალური, ვინ როგორ გაივლის, ვინ რა დროში გაივლის, ვინ რა დროში გაიაზრებს ამ ყველაფერს მეგობრებო. ხო, და გაითავისებს. ეხლა მინდა ვკითხო ტაროს. თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, სამყაროს თუ აქვს იმედი ამ ადამიანის. სამყარო თუ ხედავს თქვენს ურთიერთობის გაგრძელებას, თქვენი ურთიერთობის გაგრძელებას. ნახეთ უბრალოდ. თუ კი ეს ადამიანი გაიგეუბნა, გავიმეორებ კიდევ მე რამდენჯერ. ეს ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. თუ კი იმუშავებს ამ ურთიერთობაზე და თუ კი მოინდომებს, კი მეგობრებო. კი. თან ძალიან მალე შეუძლია ამ ყველაფრის მოგვარება. კი მეგობრებო, ქვემოდან სამყაროს კარტია. კი, პირდაპირი პასუხია კი. ოღონდ ერთი პირობით, თუ კი ეს ადამიანი მოიქცევა წესიერად. თუ კი მოიქცევა სამართლიანად. ხო, აი ნახეთ უბრალოდ. ნახეთ მეგობრებო. თუ კი სიფრთხილეს გამოიჩენს და თუ კი კეთილგონიერებას გამოიჩენს და თუ კი მოინდომებს, კი, სამყარო ხედავს თქვენს ურთიერთობის მომავალს. მოკლედ. ხო, ქვემოდან როგორი სურათია. გააქტიურდება მეგობრებო, მინდა გითხრათ. გააქტიურდება თქვენ შორის თუ კი სხვაობა, ასაკობრივი სხვაობა და ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ნახეთ. ხლების პაჟი და ერთიანობის ხმალი. აუცილებლად გააქტიურდება ეს ადამიანი და გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენსკენ. ბატონო. ბატონო. მეგობრებო. თქვენსკენ მიიღებს აუცილებლად გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ იქ სამყარომ თავის დახასიათებაში გვაჩვენა რომ სამყარო ამ ადამიანს უკვე კი არ უკაკუნებს კარებზე, უკვე უბრახუნებს მეგობრებო. ხო, ამიტომ სხვანაირად მოქცევის უფლებას არ მიცემს. ხო. არა მეგობრებო. სამყარო ჩალით დახურული არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. ეს უბრალოდ ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილს გადის. ისიც და თქვენს. ხო. მოვა სიყვარულით, მოვა ერთგულებით, მოვა რწმენით, მოვა გადაწყვეტილებით თქვენსკენ. თქვენსკენ გადაწყვეტილებით მოვა. სანამ თქვენსკენ გადაწყვეტილებით არ მოვა და ამას საბოლოოდ არ გადაწყვიტავს რომ თქვენთან უნდა მოვიდეს, მანამ ვერ მოვა მეგობრებო, არ ელოდოთ. იმიტომ გადის ამ ტრანსფორმაციას. თქვენ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. ამ ადამიანს არ ელოდოთ 24/7-ზე. არ იფიქროთ ამაზე.
ეს ზუსტად ვერ გეტყვით, ეხლა ნახეთ, უბრალოდ გაურკვეველია ზუსტად დროს მე ვერ გეტყვით, მაგრამ მოვა. ეს მანც არ იცის როდის მოვა. მაგრამ მოვა პასუხისმგებლიანი, მოვა ორგანიზებულად, მოვა დაგეგმავს და მოვა მომწიფებული, შეცვლილი და საიმედოდ მოვა. ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მოვა მყარად. ხო. ეხლა манипуляციებს დაუყოს. თუმცა ეს манипуляციები ახლა აქ შეიძლება ესეც აღწეროთ, რომ манипуляტორის გარდა აქ ძალიან ბევრი რამე კარგი თვისებები აქვს ამ ადამიანს. კი, ეს ადამიანი შეიძლება მწეველიც იყოს. ხა, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ამ ადამიანს აქვს ოქროს ხელები. აი ხო გეუბნებით, რასაც მოინდომებს, რასაც ხელს მოკიდებს, ყველაფერი შეუძლია. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ძალიან ეგოისტია, ძალიან ამაყია, შეიძლება ნარცისული საქციელებიც ჰქონდეს. ვერაფრით ვერ ჩავსვი პაზლი, მეგობრებო, ერთი წუთით. აჰა. ხო. როგორი იქნება მისი კონკრეტული ნაბიჯები? როგორი იქნება მისი კონკრეტული ნაბიჯები? ოჰა. ნახეთ ქვემოდან როგორი სურათია, დანაკარგები. ამ ადამიანმა შეიძლება რაიმე იქ უნდა დატოვოს, დაკარგოს, ან რაღაც უნდა გაანოლოს. აქ ნახეთ, ხო გახსოვთ აქ განოლების სულელის არკანი, განოლების არკანი იყო, თავიდან განოლება, ხო? ანუ რაღაც უნდა დატოვოს, რაღაციდან უნდა წამოვიდეს, რაღაციდან ან ვიღაციდან უნდა წამოვიდეს. ან იქ თუ პარტნიორი ყავს, ხო, მეგობრებო, უნდა დატოვოს ის და უნდა წამოვიდეს. თუ კი სამსახურშია, უნდა დატოვოს და წამოვიდეს. ანუ უნდა დატოვოს და თქვენთან უნდა მოვიდეს. ხო. ეს ადამიანი გითვალთვალებთ, რო იცოდეთ ისე. ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს თავისი ტრანსპორტი. ეს ადამიანი შეიძლება ხშირად მოგზაურობდეს. კი, ამ ადამიანს თავისი სტაბილურობა აქვს, თავისი ფინანსები აქვს რაღაც თავისი ნაშრომი, ნამოღვაწარი ამ ცხოვრების მანძილზე, რაც კი მას შეუძენია, ანუ აქ. ფუძე აქვს, საფუძველი აქვს. უფულობას არ განიცდის, ანუ სიღარიბი არ აქვს. მე ისიც ვთქვი, რომ განსხვავებულები ხართ, შეიძლება ეს ადამიანი უფრო მდიდარი იყოს და თქვენ ცოტა უფრო ხო, ანუ ხო ხვდებით, განსხვავება იყოს სოციალურიც. მენტალური, ფიზიკური, ხო, რელიგიური. ხო, შეიძლება იყოს ერთი შავგრემანი და მეორე ქერა. ხო, შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი. ხო, კიდევ რა შეიძლება რომ იყოს სხვაობა. რა თქმა უნდა, ყველანაირი სხვაობა, რელიგიურიც კი, რა თქმა უნდა. ასაკობრივი, რელიგიური, ფიზიკური სხვაობა შეიძლება იყოს. მე კი რა იზმელავდია. ხო, სიმაღლეც. ხო. ხო, ეს ადამიანი, აი გეუბნებით, თუ კი ქორწინებაში იმყოფება, ქორწინება უნდა დატოვოს. აუცილებლად უნდა დატოვოს, მეგობრებო. მაგიაა იქ. იქ სადაც არის მაგია.
იქ არის მაგია. ქალიდან. ნახეთ როგორ საუბრობს კარტები. ადამიანი, რომელიც თქვენს შორის დგას. ეს შეიძლება იყოს დედაც და შეიძლება იყოს პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი ან ყოფილი პარტნიორი, ან მოქმედი პარტნიორი. მეგობრებო, ხო ყველამ თავისი თქვენი წილი ინფორმაცია აიღეთ. როგორ გადაწყდება თქვენი სიტუაცია? მეგობრებო, თქვენი სიტუაცია მოგვარდება. შემდეგ განკურნება მოვა და ოჯახი, ხვავი და ბარაქა. როგორ გადაწყდება და მოვა, მეგობრებო. გამოვა ამ რთული სიტუაციიდან. მოვა პასუხისმგებლობით. ეს მართალია რთული იქნება მისთვის, რთულად ეძლევა უკვე ამ ადამიანს, მაგრამ მაინც მოვა. ნახეთ, ამ ადამიანს იმის ერთი შანსის ის აქვს, რა ქვია, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე ერთ შანსს ავიღებ კიდე. ნახეთ, აქ ერთი ვარდია, როგორა ერთი საწყალი გაკიკინებული ერთი გამხმარი ვარდი, რომელიც ხარობს, აი გაჭირვებული ხავს ეკიდებოდა, ზუსტად ესეა, მეგობრებო. ხო. თავიდან დაიწყებს, კი, მეგობრებო, ახალ სიტუაციას დაიწყებს, ახალს წამოიწყებს, სულ სხვანაირად მოუდგება ამ ყველაფერს, ხო? პასუხისმგებლობით მოვა, კი. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? იფიქრეთ. იყავით ფრთხილად. გათვალეთ ყველაფერი. ყველა ნაბიჯი გათვალეთ. გამოიტანეთ დასკვნა თქვენი გავლილი ცხოვრებიდან, გაკვეთილი სწავლა. ნახეთ, როგორ აწერია სურათს. ანუ თქვენი გავლილი ცხოვრებიდან დასკვნა უნდა გამოიტანოთ. რა ისწავლეთ, რა გასწავლა ამ დრომ და რა მოგიტანათ ამ ურთიერთობამ. ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ ამაზე, მეგობრებო. მაინტერესებს ისე გიღირთ თქვენ ეს ურთიერთობა? მე მინდა უბრალოდ ვკითხო ეხლა ტაროს. თქვენ გიღირთ ეს ურთიერთობა? გიღირთ თქვენ ეს ურთიერთობა? კი. კი, თქვენ ამბობთ, რომ არავის დაუთმობო. ამას ევედრებით უფალს, რომ ეს ადამიანი დაგიბრუნდეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ იგრძნოთ თავი გამარჯვებულად. კი ბატონო, მოვა. მერე? კი, ამ ადამიანს მოგიყვანს სამყარო. კი, რაც თხოვეთ უფალს, ის მოხდება, კი. მერე? ერმინდელი მაინტერესებს. ამის მერე რა იქნება? ასწავლე. თქვენ გიღირთ ეს? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ახლა? მე ახლა რა დასკვნაც გამომაქვს, აქედან არის ის, რომ ბევრი თქვენთაგანი, მე გეტყვით ახლა, ამ ადამიანის დაბრუნება ბევრი თქვენთაგანი იმიტომ უნდა, რომ თქვენი დაკარგული ენერგია აღიდგინოთ, თქვენი ძალები აღიდგინოთ, თქვენი დრო დაიბრუნოთ, თქვენი წილი სამართლიანობა დაიბრუნოთ. ხო. მაგრამ თავი არ მოიტყუოთ, მეგობრებო. ამის თქმა მინდა. თავი არ მოიტყუეთ, მეგობრებო. ხალასი.
თქვენ ბევრს დასვენება გჭირდებათ მეგობრებო, მე თუ მკითხავთ. ძალიან ბევრს გჭირდებათ დასვენება. ქალაქიდან შეგიძლიათ გახვიდეთ 1-2 დღე, დაისვენოთ სადმე, გონება გაანიაღოთ, მაპატიეთ ახლა ამ საუბრისთვის. ხო, საკუთარ თავზე გადაერთოთ. ხო, თითქოს რაღაცა განიტვირთოთ. დავით, ადამიანს, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ შვილებთან, აზრი არ აქვს მასთან საუბარს. ძალით არ გამოვა მაგის საქმე. როდესაც არ უნდა მას, ძალით არ გამოვა ჭკუის სწავლება. მაგრამ უყურე, გაიზრდება ეს შვილები და მაინც მოძებნის დედას. რო იცოდეთ ისე, მეგობრებო. დედას არასდროს არავინ არ კარგავს. რანაირიც არ უნდა იყოს, მაინც მოძებნის, არი ნერვიულოდ. ესეთ დედებს ეძებენ ზუსტად. შეიძლება საწყენად ვსაუბრობ ეხლა და გაუგებარ ენაზე ვსაუბრობ, დავით, მაპატიე, მაგრამ სიმართლეა, რასაც გეუბნები. თუმცა შვილები, როდესაც მოძებნის, მეგობრებო, მერე იკითხოს მან მისი ამბავი, იმიტომ რომ პასუხს გასცემს მის შვილებს, მერე უკვე სხვა თემაა. ხა. ამიტომ არი ნერვიულო მაგაზე. მესმის რომ რთულია, მაგრამ ხო ხედავ. უნდა იყო ძლიერი. ძალიან კარგად მესმის შენი, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, უნდა იყო ძალიან ძლიერი. ხა. ეს ადამიანი ელოდება რაღაცის შემოთავაზებას. თითქოს რაღაცის დასასრულს, რაღაცის დაბოლოებას, რაღაცის დამთავრებას, წარსულის მოგონებები არასვენებს ამ ადამიანს. ხო? წარსული მოგონებები ისაა, რომ წავიდა საღაციდან წავიდა მეგობრებო. წავიდა და უარი თქვა თავის გეგმებზე, თავის ოცნებებზე, თითქოს უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ ვერა. რო იცოდეთ ისე. ძალიან ცუდ დღეშია იცოდეთ. ხო. ძალიან ცუდ დღეშია. ძალიან ცუდ დღეშია და ბოლოს რას გეტყოდათ? აი როგორა? ამას გეტყოდათ. განადგურებული ვარ რო ამბობს. ძალიან დიდი ტკივილი მაქვს რო ამბობს. ბევრი თქვენი პარტნიორი, ბევრი მაგიის ქვეშ იმყოფება, მიჯაჭულობა და მაგია. დამარცხებულად გრძნობს თავს, დამარცხებულია, წარუმატებელია. ხო, შეიძლება ზოგიერთები, ხა ქალბატონების შემთხვევაში, ხო, პატიმრობა კონდეს, ან შინაპატიმრობა გამონაკლისები არიან პატიმრობაშიც კი, მეგობრებო. არ დაგიჯერათ. ამ ადამიანს ძალიან უნდა მოულოდნელად გამოჩენად, გამოცხადება თქვენთან. ძალიან უნდა. და ელოდეთ. კი.
ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან დაბრუნება და თქვენთან აი მოულოდნელად მოსვლა უნდა, აი სიურპრიზივით მოსვლა უნდა. იცი როგორი მოსვლა უნდა, მეგობრებო? აი პირი რო დაგჭეთ ღია. აი შოკი რომ მიიღოთ. და ურთიერთობის გაგრძელება უნდა, განახლება უნდა ურთიერთობის. ელოდეთ მისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქ ჩვენ გვაჩვენა ისიც, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს და ღებულობს თქვენსკენ ეს ადამიანი. ეხლა რა დროში არ ვიცი, მაგრამ ორი ვადაა. ეს ორიანებთანაა კავშირში. ეს არის ეტლის კარტი. ორიანებთანაა კავშირში. ორი. ორიანებთან კავშირშია. მის გამოჩენას მოყვება ალიაქოთი. 2 წელი არა. 2 საათი, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე. ორი წელზე არ საუბრობ. არა, ეს 2 წლის არა, ეს არის უფრო ადრე. მე 2 თვემდე, 2 თვის შიგნითაც შეიძლება, მეგობრებო. შეიძლება უყურეთ, ეხლა რიცხვებს ვიტყვი. 2 რიცხვში, 12 რიცხვში, 22 რიცხვში. ხო. 2 რიცხვი, 12 რიცხვი, 22 რიცხვი. 2 დღე, 2 საათი, 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე, ყველაზე დიდი პატალოკი. 2 თვე. შეიძლება 2 თვეც არა, უფრო ადრე. მოულოდნელად დაგეხატებათ, მეგობრებო. შოკს მიიღებთ, მეთქი გეუბნები. ასე რომ ელოდეთ გამოჩენას. თან ეს ბოლო 2 კარტი. ესე ერთად. ამ ადამიანს ისეთი სიტუაცია აქვს, მეგობრებო, და სამყარომ ისეთ დღეში შეიყვანა, რომ თქვენთან სხვანაირად ვერ მოვა და ვეღარც უკვე დაგვიანებითაც ვეღარ მოვა. გამორიცხულია, მეგობრებო. იამწყდია სამყარომ კუთხეში, ასე რომ მეტი დრო აღარ აქვს. ეს ადამიანი აუცილებლად მოვა თქვენთან და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, დაიბრუნოთ თუ არა. გიღირთ თუ არა. ეს თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ არჩევანი ყოველთვის თქვენზეა, მეგობრებო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ვინმე რაიმე დაგაძალოთ. დღეს არაა ის სამყარო და ის საუკუნე, სადაც არავინ არაფერს არ გეკითხებოდა. ხო. ეხლა პირიქით სხვანაირადაა. მე თუ არ მინდა, როგორ ეხლა? რას ქვია? მე თუ არ მინდა, ის არ მინდა. ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? ძალიან მაინტერესებს. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? ერთი წუთით მეგობრებო და მოვალ ახლა. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? უი.
რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? მეგობრებო, მზად იყავით? ეს ადამიანი მოვა თქვენთან, ეს სამზადისია. ეს ადამიანი ემზადება რაღაცისთვის. ხო. რაღაცი სამზადისია. ნახეთ, რაღაცა გაკეთებული აქვს და უკვე უნდა გამოიღოს. ამპური გამოაცხო და უნდა გამოიღოს. ხო. დაგეგმით რაღაცა გააკეთა ამ ადამიანს და ხო უნდა შედეგს ელოდება შედეგებს მეგობრებო. რაღაცი სამზადისი აქვს. რას უნდა ელოდოთ? ელოდეთ ამ ადამიანს. რას უნდა ელოდოთ? ელოდეთ იმას, რომ ეს ადამიანი ყველანაირ ხერხს გამოიყენებს თავისი მიზნის მისაღწევად. სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულიაო. ABCD ვარიანტები, 1 2 3 10 20 ვარიანტები და კიდევ თქვენ რომ არიცით ისეთი ვარიანტებით X და Y. მთელი ალფავიტები აქვს მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან ბევრნაირი ხერხი აქვს მოფიქრებული, თან ჩამოწერილი აქვს. ეს არ გაამართლა წაშლის, ეს არ გაამართლა წაშლის, წაშალა. ეს ადამიანი თქვენთან რომ მოვა, შემოთავაზებებით მოვა. ეხლა უყურეთ რა სიზამს. შემოგთავაზებთ მაგალითად 5 რაღაცას ერთად. ეხლა უყურეთ რომელი. და თქვენ რომელს აირჩევდით ამ 5-დან. მაგალითად აქვს ბილეთები ნაყიდი თვითმფრინავის, გემის, ტაქსის, ავტობუსის და მატარებლის. ამ ადამიანს ამ 5-დან ჩამოთვლილთაგან ყველას ბილეთები აქვს. თქვენ რომელს აირჩევდით? თქვენ რომელიც არ უნდა აირჩიოთ, მას ყველა აწყობს და თქვენ რომელი გაწყობთ? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ახლა? შტერი არ გეგონოთ? ხა, ტაჭკის. ანუ მივხვდით, თქვენ ძალიან კარგად მივხვდით, ახლა მე რასაც გულისხმობ. ტივის ბილეთები, ტივის მეგობრებო. ან პარაშუტის ბილეთი. ხო. კიდევ. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობაში? ესეც აქციელებს უნდა ელოდოთ, მეგობრებო, მისგან. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. აი ხო გეუბნებით. უარი მიუღებელია. ხა. უარი მიუღებელია. ხო, კიდევ რაო? ეს ადამიანი მე გეუბნებით. ძალიან ხო, შეიძლება იყოს ფორმიანი. მოდი აქედან დავიწყებ. რაღაც საზოგადოებაში, ფართო საზოგადოებაში შეიძლება ტრიალებდეს, შეიძლება მდიდრების არეაში ტრიალებდეს, კარგი მაცხოვრებელი იყოს, ხო, დაც კი პრინცი რო იყვიან. ხო, არ ვიცი რომელი ქვეყნის პრინცი იყოს შეიძლება. ალბათ გადმომაგდებს იმ პარაშუტიდან, ხა. რა კი? ჯოზეფინა, კი რაზე? კი. კი რისი პასუხია? დაც კი პრინცია, ხო? რომელი ქვეყნის პრინცია ჯოზეფინა? გაგვანდე მაინც, აი რომ. ჩუმათა მომწერე მაინც. აცოდავი ამის დღე. შეიძლება იყოს მილიცია, პოლიციის თანამშრომელი, ფორმიანი. შეიძლება იყოს გუბერნატორი. ესეთი თმები ხო არ აქვს ესე დაყენებული მეგობრებო რადიოზე. რადიოზე დაიყენე თმები? ხილხან. ხა. თქვენ ახლა რაღაცებს აჩვენებთ?
თქვენ აგერ რაღაცებს აჩვენებთ და ეს ადამიანი გიყურებთ. ცეკვავ ხართ, მღერი ხართ, ტაშფანური, ვინ თავსაფრით ცეკვავთ, ვინ რითით ცეკვავთ და ვინ რითით ეს ადამიანი აგერ გიყურებთ. და მეგობრებო, აქ მე რა დავინახე ახლა თვიცით თქვენ. თქვენ თვიცით ახლა მე აქ რა დავინახე. ასწავლი, გინდათ გაჩვენოთ? აგერ ხედავთ ერთ ადამიანს კიდევ დაწოლილს? ხედავთ მეგობრებო? აგერ დაწოლილ ადამიანს ქალს ხედავთ? ვიღაც დგანა თქვენ შორის. აი დედას გეფიცებით, ეს ახლა დავინახე მე. რამდენი ხანი ეს დასტამაკ? ხო და მე ახლა დავინახე. ხედავთ ხო? ხედავთ ხო მეგობრებო? სახე თვალები ნახეთ როგორ ჩანს? გვერდით როგორ იყურება ქალი? ხო. აბატონო. აი არის კლასიკური სამკუთხედი. აი, ესეც მე ვარ. სახში ერთი ყავს და ამის იქეთ კიდე ვიღაცას უყურებს. წასვლის უფლებაც არა აქვს რო წავიდეს, მხოლოდ უყურებს. ხო, ქალია ვარა? ხო. ესაა თქვენ შორის. აი ამაშია საქმე. ხო. აი პროსა ნახეთ როგორ ჩანს. ამ ადამიანის ცხოვრებაში ორი ადამიანი არსებობს. ერთი ავადმყოფია და ერთი კარგად მყოფია, მეგობრებო. საცოდავი. ხა შეიძლება ზოგიერთებთან იყოს წარსული პარტნიორიც, ვთქვათ, მაგრამ ნუ მაინც. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? ხო, რა მინდოდა კიდე მეთქვა. ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან ჭკვიანია. ძალიან ჭკვიანია. გათვლილი აქვს ყველა თავისი ნაბიჯი ამ ადამიანს. მინდა გითხრათ. ეს შეიძლება იყოს ბაბუა, ბებია, ბაბუა. ნუ ეხა ვინც მიყურებთ საპირისპირო პარტნიორი, ხო. ბებია, ბაბუა და ძალიან ძუნწი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ვერ იმეტებს ვერაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აქვს და კარგათაც ცხოვრობს და ფუფუნებაშიც შეიძლება ცხოვრობდეს, ეს ამ ადამიანს კაპიკს ვერ გააგდებიებ ხელიდან. ურთიერთობაში არასოდეს არაფერს არ დებს, არც სიყვარულს, არც არა ფინანსებს და არც ყურადღებას და არაფერს, მეგობრებო. ძუნწი. ძუნწი შეუდარებელი. ხა, აგია იგი. და ეხლა იყოს კიდევ შეიძლება მკაცრი. მკაცრი რა მხრივ ხა შეიძლება სამუშაო კონდეს ისეთი რომ ხო. მილიცია, პოლიცია და მსგავსი რაღაცები კიდე. ზოგადად მკაცრი იყოს ხასიათითაც. ხო. კიდევ რაო. რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? ხო, ესე რაღაცებს აკეთებს, ესე გიყურებთ შორიდან მეგობრებო. ეხა მე მაგალითად ამ სურათს რო უყურებ, იმის თავეჭდილება მრჩება და ზოგადად ისეთი ის მექნება, რომ
ეს ადამიანი თითქოს ვიღაცასთან კრეატიულია სხვათა შორის. თანამშრომლობა. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან თანამშრომლობა, რაღაც მოლაპარაკებები. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან თითქოს აი რაღაცაში თამბეჭდა ვილაპარაკი უნდა ამ ადამიანს საუბარი თქვენთან, რომ აი ნახე მე ასე რომ გეუბნები ეს ასე სწორია. აი შეხედეთ ახლა ამაზე მიხვდებით, ხო? კაცი ჭოდა და ღმერთი იცინოდაო. ჭობა უყარს ძალიან. მხოლოდ საუბარი. მოქმედება რა იგია საქმე თორე. აი ხა რა ვთქვა მეგობრებო? აი ეს ხართ თქვენ. აქ შეიძლება მიყურებდეთ ცაცხლის სტიქია, კურო, ლომი, ვერძი, თხა, ერქებით რო გაგაქვთ ყველაფერი. ლომი თუა გამარჯობას გეტყვი. ლომთან ძალა არ გაგივა. რომელი რიცხვის ლომია? ცხრა. გოგოებო ძალიან ისეთები ხართ მისთვის. აი არ ვიცი რა თქვა, მაგრამ აი ვერ აგღწერთ ისეთები ხართ მისთვის. სასწაულები ხართ მისთვის. ამ ფოტოდან უკვე არაფერი არ უნდა თქვა ადამიანმა. ამ ადამიანს არასდროს არ თმობენ. ამ ადამიანს არასდროს არავინ არ თმობს. და იცოდეთ, რომ არც ეს ადამიანი დაგთმობთ. ხელს თუ გააქანებ, ყველაფერი გეშველება, გადარჩები, არ დაიხჩობი. მეგობრებო, აქ ჩვენ იმიტომ ვართ, რომ რაც მოვისმინეთ, რაღაცნაირად საჩვენოდ გამოვიყენოთ. ხო, შეცვალოთ ამით ცხოვრება. აქ მხოლოდ მოისმინოთ, ეს არ შეგიცვლით ცხოვრებას. ეს არ გიშველით, მხოლოდ მოსმენა. თუ არ იმოქმედეთ, აქედან დასკვნა გამოიტანეთ და შეცვალეთ ამით თქვენი ცხოვრება. მხოლოდ აქ მოსმენა არა. არაფერს არ შეგიცვლით. ესე იგი არ უნდა გააკეთო არაფერი ამ დროს. თუ ადამიანი არ გაქცევს ყურადღებას მეგობრებო, აი როდესაც ადამიანს უნდებხართ, ამდენი რაღაცის კეთება არ გჭირდებათ მეგობრებო. რა ფინანსები, რის ფინანსები, ადამიანებო, საკუთარ თავზე იფიქრეთ. ეს ფინანსები საკუთარ თავს მოახმარეთ. ხახნო, რას აკეთებთ? მაქედან გამოიტანე დასკვნა ზუსტად. ფინანსების გამო რო ჭირდები ადამიანს, შენ რაში გჭირდება ესეთი ურთიერთობა? ხო არ მეტყვით? აი არაფერიც არ უნდა გააკეთო. არავისთვის არაფერი არ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. ამიტომ მიფიქრეთ საკუთარ თავს. ამთავრდა. არავის არაფერი არც მიცეთ. არც დააყნოსიოთ ფულზე დაშე. არც დაანახოთ შორიდან. რა თქმა უნდა დავით. რა თქმა სულიერება. სულიერება.
აი მე მეგობრებო. მოკლედ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს ადამიანი თქვენგან არსად წამსვლელი არაა, მაგრამ არც მასეა საქმე, იმიტომ რომ თქვენ თუ ამის უფლებას მიცემთ, რომ ამ ადამიანმა გამოგიყენოთ, ეს ასეც გააგრძელებს მეგობრებო. ასეც გააგრძელებს. ამიტომ ამის უფლება თქვენ არ უნდა მიცეთ მას. ეს ფინანსები, ეს თქვენი ენერგია, თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ყურადღება საკუთარ თავს მოახმარეთ მხოლოდ. სხვას არავის, მხოლოდ საკუთარ თავს. და დაინახავთ, როგორ უკეთესობისკენ შეიძლება თქვენი ცხოვრება. ასეა ეს. სამყაროში ასე ხდება. ხოლა ეხლა რომ აი თქვენც რო ამ ყველაფერს აი თქვენი ენით ამბობთ რომ და თქვენც რო იაზრებთ უკვე რომ მხოლოდ მაშინ მჭირდები, როდესაც ფული ჭირიაო, ხო? როდესაც ფული ჭირდება, როდესაც რაღაცა ჭირდება ამ ადამიანს, მაშინ რო ახსენდებით. თქვენც ხო უკვე ხვდებით ამ ყველაფერს და აი ხო შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრება და საერთოდ დატოვოთ ესეთი ადამიანი წარსულში. ხო, 10 შვილიც რომ მყავდეს, 10 შვილიც რომ მომყავდეს, მე მაინც დავტოვებ ესეთ ადამიანს. კი ბატონო, ასე ვისა. მე პირადად. 10 შვილიც. მაინც დავტოვებ. თუნდაც ქუჩაში დავრჩე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო საკუთარ თავზე იფიქრეთ, საკუთარ ცხოვრებაზე იფიქრეთ. თქვენ რა გინდა, იმაზე იფიქრეთ, თორე სხვას რა უნდა, იმას არა მნიშვნელობა. თქვენ რა გინდათ ისაა საქმე, თქვენ თუ გინდათ ესეთი პარტნიორი, ყავდეთ ბატონო, მაგრამ მე აღარ უნდა იწუწუნოთ. რა თქმა უნდა, არც უნდა გაიყაროთ. ასე რომ, რაც დროზე მოიგებით, დგონს უკეთესი თქვენთვის. რაც დროზე დატოვებთ ესეთ ურთიერთობას, უკეთესი თქვენთვის. სხვანაირად წინ ვერ წაყავთ, თქვენ ხო იცით. როდესაც ადამიანი არ იცვლება, თქვენ უნდა შეიცვალოთ. თქვენ არავის შეცვლა არ ეცადოთ, შეიცვალოთ თქვენ მხოლოდ. როცა გიყვარს და სხვა გართმევს, რა უნდა ქნაო, რას ქვია გართმევს? გართმევს რა სათამაშოა? აი ეს მომენტი ვერ გამიგია ვერასდროს. მეგობრებო. ხო. მართმევს და წაგართვას, გაატანეთ მეგობრებო. არ შეედავოთ. გაატანეთ, მიეცით. ხო, გაატანოთ უნდა მეგობრებო. აჩუქეთ. ხო და დაელოდეთ მოვლენებს, მერე. თქვენ გაუშვით, გაატანეთ. ხო და აცადეთ ცოტა ხანი. ნახავთ რა მოხდება. ხო, რაც მეტად შეეწინააღმდეგებით ამ დროს, მით უარესი თქვენთვის. რაც ადრე გაუშვებთ უკეთესი, რო იცოდეთ ისე. ასეა კი. ადამიანს როდესაც გართმევს, იმას არ უნდა შეეწინააღმდეგოთ მეგობრებო, აჩუქეთ. ხო, გვიან მოდიან ზუსტად გონზე. საქმეც მაგაშია. ხო. მე აგერ დაარდი გვიან რომ მევიდა გონზე. ჩემი დაარდი აგერ წაუღიათ ორივეს. მაგი რო გონზე მოვიდა მეგობრებო, მე უკვე ფეხზე ვდგავარ აგერ. საქმეც მაგაშია. იცით? ხო, ასე იქნებით თქვენც. ეხლა დარდობთ, მაგრამ მოვა დრო და იტყვით, რა სულელი ყოფილვარ. ახლა როგორც მე, ვისთვის ვიკლავდი თავს.
დავით, ადამიანმა თუ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, ხო? და რა აზრი აქვს რო აძლევ მაგალითად პასუხს როგორ მოიქცეს. ამ ხელ ადამიანმა ის თუ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, შენი სწავლით რას იზამს, ცხოვრებას ვერ შეიცვლის, დავით. ყოველთვის შენი სათრევი იქნება ასე და აზრი ვისაც არ ეშინია უფლის, იმან იდარდოს, მეგობრებო. ზოგადად ესეა. არავის არაფერი არ უნდა უტკიცო, არავის არაფერი არ უნდა ეხვეწო, არავის არაფერი არ უნდა დაავალო, დააძალო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ეს ასეა ყოველთვის, დავით. ეს ყველასთან ასეა. მარტო მასთან არა, ყველასთან ასეა, ბევრთან ასეა. ისეთ დროს გაქცევენ ზურგს, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ესეა ყოველთვის. ხო, ამას ჩვენ ვერ შევცვლით. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, მეგობრებო. ბედნიერი დილის გათენება, უფლის მფარველობა ნამდვილად ყველას, თქვენც ასევე გაიხარეთ. მადლობა ყველას. და ყოველთვის ყოფილიყავით ბედნიერები. ბედნიერები საკუთარ თავთან. პირველ რიგში. მე იმ დასკვნამდე მივედი, მეგობრებო. მე ძალიან ბევრი დამჭირდა, აქამდე რომ მოსულიყავი. თქვენ არ იცით კიდევ. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ არავინ არაა საჭირო ცხოვრებაში, ისეთ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვისაც ხვერწნა და მუდარა სჭირდება და ვისაც რაიმის ახსნა განმარტება ჭირდება. ან იმის თქმა ჭირდება, მე ეხლა ესმინდა, მე ისმინდა. აი ისეთი ადამიანი თუ გყავთ, ვისაც თქვენი უთქმელად ესმის, თვალდახუჭული ენდობით და არაფრის თქმა არ ჭირდება, კი ბატონო, აი ესეთი ადამიანები ეძებეთ. დანარჩენი ნოლის ტოლფასია. ხო, ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რომ შეგხედავს და თვალებით გეუბნება სათქმელს და შენ ამას ხვდები, ან შენ სათქმელს ხვდება, მხოლოდ შეხედვით, რო შეხედავ, ხო? მეგობრებო, აი ესეთი მესმის ურთიერთობა. დანარჩენი კაპიკია. რა თქმა უნდა, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა მოიხმაროთ. ზუსტად. ვერი მიუშვი თავის ნებაზე ზუსტად და დაინახავს აქციელს. მოკლედ, გემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას, მეგობრებო და აბადოებით. უღრმესი მადლობა ყველას და დალოცულები ყოფილიყავით მუდამ.